კომპანია თერმო ინდუსტრიამ, რომელიც მომხმარებელს გათბობა გაგრილების, წყალმომარაგების სისტემებსა და სააბაზანო ტექნიკა აქსესუარებს თავაზობს ახალი კონცეპტუალური შოურუმი ბუდე პლუსი გახსნა. შოურუმის გახსნის ღონისძიებაზე კომპანიამ სტუმრებს ბუდე პლუსის კონცეფციაც წარუდგინა, ადგილზე სხვადასხვა გასართობი და სახალისო გათამაშებებით შედგა. აღსანიშნავია, რომ ბუდე პლუსი ეს არის სრულიად ახალი კონცეფცია, რომელიც შეიქმნა 6 თვიანი ბაზრის კვლევის შედეგად და შოურუმის მთავარი მიზანი მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტის შექმნა, რასაც სივრცეში წარმოდგენილი პროდუქტებისა და სერვისების მრავალფეროვნებაც უზრუნველყოფს. როგორც კომპანიაში ამბობენ, ეს იქნება თანამედროვე სივრცე, რომელიც მომხმარებლის ყველა საჭიროებას უზრუნველყოფს. გათბობა გაგრილება, ჭკვიანი სახლის სანტექნიკა, სააბაზანო აქსესუარები და მრავალი სხვა საჭირო ყველაფერი თქვენი კერისთვის. კომპანიის სლოგანია კომფორტის არითმეტიკა. სახელწოდება ბუდე სიმბოლურად აღნიშნავს მეგობრებო სახლს, ხოლო ბუდე პლუსი კი ნიშნავს მეტი ვიდრე სახლი. უფრო ვრცლად ბუდე პლუსზე და ამ ახალ კონცეფციაზე ჩვენი სიუჟეტია. გათბობა გაგრილების, წყალმომარაგების სისტემებისა და სააბაზანო სანტექნიკა აქსესუარების კომპანია თერმო ინდუსტრიამ გივი ამილახვარის პირველ ნომერში ახალი ფორმატის შოურუმი ბუდე პლუსი გახსნა. კომპანიამ შოურუმის გახსნა გამორჩეულ გარემოში პარტნიორებთან, მომხმარებელთან და მეგობრებთან ერთად აღნიშნა. სტუმრებმა ახალი კონცეფციის შოურუმი დაათვალიერეს და იმ სიახლეებს გაეცნენ, რომლებსაც ბუდე პლუსი სამომავლოდ გეგმავს. ბუდე პლუსი თერმოინდუსტრიის ახალი ბრენდია, რომელიც ბაზარზე განსხვავებული ხედვით და კონცეფციით შემოვიდა. ბაზრის საფუძვლიანი კვლევის შემდეგ კომპანიის დამფუძნებელმა პარტნიორებთან და გუნდთან ერთად გადაწყვიტა პრემიუმ ბრენდები ერთ სივრცეში მოექცია და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო კომფორტული მომსახურება შეეთავაზებინა. იმდენად მრავალფეროვანი არის ჩვენი ამ ევროპული წარმოებლების მომწოდებლების პროდუქცია, რომ ჩვეულებრივ საშუალო სეგმენტზე გართული პროდუქციის გარდა ეს ბრენდები აწარმოებენ პრემიუმ კლასის პროდუქციასაც. როგორც არის თქვა, ენერგოდამზოგი, ეკო-ფრენდლი პროდუქცია, დიზაინერული გადაწყვეტილებები არის ძალიან ბევრი. აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს სეგმენტი გამოგვეყო და უფრო სხვანაირად წარმოგვეჩინა ჩვენი მომხმარებლებისთვის. თან ეს შოურუმი, როგორც ახლა თქვენ დააკვირდით დღეს გახსნის შემდგომ, არ არის აი გადატვირთული პროდუქციით, აი ძალიან მინიმალისტურად არის წარმოდგენილი. იმიტომ რომ დიჯიტალის მიმართულებაზე ავიღეთ აქცენტი, გავაციფრულეთ და აი გვაქვს დამონტაჟებული ეს ტოტემები, ელექტრომონიტორები, სადაც კლიენტი თუ დაინტერესდება ან სპეციალისტი შეურჩევს, დიზაინერი იქნება, თბო ენერგეტიკოსი იქნება, რო შეურჩევს რაღაც პროდუქციას, აი პირდაპირ ელექტრონულ ვარიანტს ნახავს. ბუდე პლუსის ერთ-ერთი მთავარი სიახლე ინტერაქციული მიდგომაა. ტრადიციული სტენდების ნაცვლად სივრცე ოთახების პრინციპით არის მოწყობილი. ეს კი მომხმარებელს საშუალებას აძლევს რეალურ პირობებში დაათვალიეროს და გამოსცადოს პროდუქცია. გარდა ვიზუალური გამოცდილებისა, შოურუმში დასაქმებული ინჟინრები და პროექტანტები მომხმარებელს ინდივიდუალურ კონსულტაციას გაუწევენ და სრულ მომსახურებას შესთავაზებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ბუდე პლუსის ახალი შოურუმი მზის ელექტროსადგურით და გათბობა გაგრილების თანამედროვე სისტემებით არის აღჭურვილი. ყველა არის გადატვირთული, ყველა არის გადარბენებზე. 7 გარემო არ არის არცად შექმნილი, რომ ადამიანმა სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, აი მის სახლს ან მის აპარტამენტს რა ჭირდება, რა არის საჭირო. და აქ შევქმნით ეგ სივრცე. ეგ არის კონცეფცია და სწორედ ამაზე გათვლა. კომფორტულ სამომხმარებლო გამოცდილებასთან ერთად ბუდე პლუსის შოურუმში მომხმარებელს ყველაზე მთავარი ხარისხიანი პროდუქცია დახვდება. კომპანიის მთავარი აქცენტი ევროპული ბრენდებია. როგორც კომპანიაში აცხადებენ, გათბობა გაგრილება, ჭკვიანი სახლის სანტექნიკა, სააბაზანო აქსესუარები. ყველაფერ ამას აქ ISO სერტიფიკატი აქვს მინიჭებული. ძირითადი ჩვენი ევროპული ბრენდები არის ვისმანი, იტალთერმი. იტალთერმი ეს არის ჩვენი ექსკლუზიური პარტნიორი. იტალთერმ საქართველოს ტერიტორიაზე წარმოადგენს თერმოინდუსტრია და ბუდე პლუსი. ეს არის ჩვენი ექსკლუზიური ბრენდი. როგორც აღნიშნე, ასევე არის ვისმანი, ეს არის გერმანიაში, არა მარტო გერმანიაში, ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი ბრენდია, რომელიც თავისი ტექნოლოგიებით უსწრებს დროს და აი ვისმანის შოურუმში რომ მოხვდებით, მან წარმოდგენილი აქვს პროტოტიპები, რომელიც გათვლილია დაახლოებით 2050 წლამდე.
2030-2040 წელს რა სახის გათბობა, გაგრილება, ვენტილაციის სისტემები უნდა იყოს გაყიდვაში, ვისმანს ეს უკვე დაპროექტებული აქვს და უკვე აქვს წარმოდგენილი. აი ესეთ ბრენდებთან თანამშრომლობთ. 80-ზე მეტი პარტნიორი გვყავს, საიდანაც 80%-ზე მეტი არის ევროპელი. თერმოინდუსტრია ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს. კომპანიის დამფუძნებელმა ბრენდის განვითარება უკრაინელ პარტნიორებთან ერთად ბათუმიდან დაიწყო და პირველი ინვესტიციაც სწორედ ზღვისპირა ქალაქში განახორციელა. შემდგომ კი მოთხოვნის გათვალისწინებით ყველა დიდი ქალაქი მოიცვა. დღეს უკვე განვითარებას ახალი პროექტით ბუდე პლუსით აგრძელებენ. პროექტით, რომლის ჯამური ინვესტიცია 8 მილიონი ლარია. წლების წინ 5 თანამშრომლით დაწყებული ბიზნესი დღეს უკვე 100-ზე მეტი ადამიანის დამსაქმებელია.